მოგესალმებით. თქვენ ახლა იყუფებით შედარების ზონაზე. ჩემი პირადი მიზანი არის ის, რომ ნივთები, რომლებიც ყოველდღიურობაში გვჭირდება, ან ძალიან ხშირად გვიწევს შეხება ამ ნივთებთან, თქვენამდე სწორად მოვიტანო. თუ რა ხარისხის არის ეს ნივთი, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ასე შემდეგ. მოკლედ, გარკვეული არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე, დღეს ვერ შემოგთავაზებთ დედის მკვლელ ვიდეოს, მაგრამ აქედან იწყება ყველაფერი. ნივთი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, არის ორთქლის გიმწმენდის აპარატი, რომელიც Facebook-ზე ბოლო პერიოდია ძალიან ხშირად გვხვდება. შევიძინე 129 ლარად და საბოლოო ჯამში თავისი კურიერის საფასური დაჯდა 135 ლარი. და პირველი ნივთი იქნება, რომელსაც თქვენთან ერთად გავტესტავ, ვნახავ ის ვიდეო, რაც შემხვდა რეალურად ეგ არის თუ არა. ნუ საკმაოდ ძლავრი ჩანდა ვიდეოში და მოდი ახლა დღეს ერთად გავტესტოთ ამ კონკრეტული ნივთის შეძლების უნარიანობა. მეც პირველად ხვდები ამ ნივთს და თქვენთან ერთად განვიხილავ იმას თუ რა მომივიდა ამ ფასად, რა შევიძინე, რა არის შიგნით, რა მოყვება და ასე შემდეგ და რეალურად ერთად გავტესტავთ ამ ყველაფერს, რისი თავი აქვს ამ ნივთს. მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში რაც ხელში მხვდება, ეს არის ბოდიში, ეს არა. კაბელი მხვდება ხელში. თავები მხვდება ხელში. ასევე ესეც თავი არის. ესეც არის დამაგრძელებელი. და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის თვითონ აპარატი, რომელსაც გავხსნით ახლა. ეს არის შეგახსენებთ, რომ ეს არის წყლის ორთქლის გიმწმენდის აპარატი, ანუ მხოლოდ და მხოლოდ წყალი არის საჭირო იმისთვის, რომ ეს აპარატი გამოვიყენოთ. ეხლა ავაწყობ მე ამ ყველაფერს და გავალ აქედან და თქვენთან ერთად დავტესტავ ამ ყველაფერს მანქანაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ვიდეო, რომელმაც ჩემზე გავლენა მოახდინა, იყო ვიდეო, სადაც მანქანის, ასე ვთქვათ, ძრავს წმინდავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიყოთ მორალურადაც და ფიზიკურადაც და ყველანაირად სწორები, ავდგებით და ჩვენც გავწმინდავთ მანქანის ძრავს. თუ რამდენად იმუშავებს ეს აპარატი, ამას თქვენთან ერთად ვნახავთ. მოკლედ, გამოვედით გარეთ. ჩვენს წინაშე არის ლეგენდარული Subaru Forester და მეორე რაღაც მანქანა. ამ რაღაცა მანქანის ძრავი ბევრად გასაწმენდი არის. აქედან გამომდინარე, ამითი გავიწყებთ გატესტვას და როგორც ვთქვით, რახან ვიდეოში შევხვდა, რომ სწორედ დაბინძურებულ ძრავს წმინდავენ, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწმინდა ძრავზე. როგორც ნახეთ ვიდეოში წყალი ჩავასხით უკვე, დავაყენოთ მაქსიმალურ რეჟიმზე. არის ორიგინალურ მდგომარეობაში, ზუსტად რაც ვიდეოში ჩანს ისე არის და ნუ დაიქოქოს ბოლომდე და ეხლა ვნახოთ აი იქოქება და ვნახოთ ეხლა რისი საშუალება აქვს. ვიდეოს განახებთ გაწმენდის პროცესშიც და როცა გაიწმინდება, რაღაც პერიოდის, ცოტა პერიოდი დაველოდებით, იმიტომ რომ რეალურად სველდება და ვნახოთ რა შედეგს დადებს და მოკლედ, თელ ძრავს გადავატარეთ ეს ორთქლის აპარატი და რა მდგომარეობაშიც იყო, ზუსტად იგივე მდგომარეობაში, ანუ ჩემი აზრით ვიტყვი იმას, რომ ეს არის სრული ნაგავი, არავის არ გირჩევთ ამ აპარატის შეძენას, რადგან რაც ვიდეოში ვნახე, როგორც ასუფთავებ და მსგავსი არაფერი არ იქნა, აქ საუბარი გვაქვს უბრალოდ მტვერის დაბინძურებაზე, ანუ მხოლოდ და მხოლოდ მტვერი იყო და ვერც მოაშორა, აი როგორც ხედავთ ამ დეტალებს, ანუ ზუსტად იგივენაირად დარჩა, ანუ თითით უფრო კარგად სუფთავდება თითით. ისათვის რომ მეტად თვალსაჩინო გახდეს ეს ყველაფერი, რა ვიდეოზე მაქვს საუბარი, მაგას ვიდეოში ჩავსვავთ. რამდენად იდეალურად წმინდავს ის ძრავს, მაგ ყველაფერს გაჩვენებთ, მაგრამ მაინც რომ უფრო დავრწმუნდე ამ აპარატის შესაძლებლობაში, გადავწყვიტეთ ახლა ესე, რომ ცოტა მძიმე დაბინძურებასთან, სადაც აი Z-ზე მაქვს უფრო საუბარი და ყველას ქონია ეს პრობლემა, მანქანის ძრავში ხშირად ხდება რაღაც ძრევის არა, ძრავის Z-ით დაბინძურება. ავიღებ ახლა ნაჭერს, რომელიც იქნება სრულიად მშრალი და ისევ ამ აპარატით შევუტევ, ესე რომ ვთქვათ და ვნახოთ, მოერევა თუ არა, დავეხმარები ნაჭრით ასევე.
თუ ამასაც ვერ მოერია და ვერც იმას მოერია, ვერც ამას მოერია, ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს კონკრეტული აპარატი არასდროს არ შეიძინოთ, იმიტომ რომ რეკლამა გვატყუებს. მოკლედ და კონკრეტულად ჩემი პირადი აზრით და ფაქტით სახეზე რომ ეს აპარატი არის სრული ყალიბა, არაფერი შედეგი არ ქონია. მე მგონი უფრო ბინძური გახდა ის, რასაც გადავატარეთ და ამას ჩვეულებრივი სველი ნაჭრითაც გაწმინდა, რაღაც აპარატი რო არ იყიდო. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, ზუსტად რაც არის ამ არხის მიზანი, ჩემი რჩევა იქნება ის, რომ ეს აპარატი თუ კი ტემუზე ან ქართულ ბაზარზე შეგხვდათ, რეკლამას არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ პირდაპირ გავტესტე იმაზე, რაც რეკლამაში შემხვდა, პირდაპირ იყო ეს ძრავი და ვერაფერი ვერ იქნა აბსოლუტურად და რაღაცას კი შვება, მაგრამ ანუ ეს რაღაცა არ არის რეკლამაში გაცილებით სხვა რაღაცა ჩანს, რაც ნუ არ ვიცი რა, ანუ გავტესტე, უბრალოდ მტვრით დაბინძურებაზე გავტესტე და აპარატმა ჯვა. შემდეგ ცოტა რთული დაბინძურება ვცადე ნაჭრის დახმარებით და მანდაც მარაზმი აღმოჩნდა ეს აპარატი და ზუსტად ამას ემსახურება ჩემი არხი, რომ გითხრათ, რომ ეს აპარატი არასდროს არ შეიძინოთ. არ ვიცი ხა კონკრეტულად ესეთი აპარატი თუ არსებობს, უფრო ხარისხიანი, ალბათ უფრო დიდ საქმეს გააკეთებს, მაგრამ ეს კონკრეტული აპარატი, რომელიც მე ვიყიდე 135 ლარად, არის გადაყრილი ფული. მეგობრებო, დღევანდელი რაც ჩემი ტესტირება შემოგთავაზეთ, მაგრამ ნუ მართალია რომ წირე იყო, მაგრამ ამ ლეგენდარული Forester-ის ფონზე დაგემშვიდობებით, პირობას გაძლევთ, რომ ყოველთვის შემოგთავაზებთ იმ ნიუთებს, რომლის რეკლამაც ხშირად ასე რომ ვთქვათ, უკერავს იმაზე, რომ ვიყიდოთ და მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც გადაწყვიტავს მაგ რეკლამის აუკარგიანობას. მაგრამ ერთი რაღაცა რაც უნდა გთხოვოთ, დალექილე კომენტარებში.